ჩვენ ახლა დავიწყებთ საუბარს გიორგი ტუმასიანთან, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი იმყოფება ჩემთან ერთად. გიორგი, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? რაღაც ყოველდღიურად ვრცელდება ვიდეოები, იქ რაღაც პერიოდულად გარკვეული მღელვარებაც არის. ორი პირი, გავლენიანი ბიზნესმენი კარაპეტიანი და ცარუკიანი, რეალურად რა მეთოდებს იყენებენ იმისთვის, რომ შეცვალონ მოცემულობა ერევანში? რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არჩევნები რეალურად რეგიონის მომავლის განსაზღვრის მიზნით და ბუნებრივია, რომ რუსეთი, აი როგორც აღნიშნეთ, ამდენი გეოპოლიტიკური მარცხის შემდეგ იქნება ეს უნგრეთი, იქნება ეს თუნდაც სირიის მიმართულება, მანამდე ვენესუელა, ერთადერთი ადგილი, სადაც რუსეთს აქვს წარმატება ჯერჯერობით არის მხოლოდ ბელარუსი და საქართველო და რუსეთს ძალიან ჭირდება ახლა სომხეთში ამის წარმატების მიღწევა. სწორედ ამიტომ საქმეში ჩართულია პრაქტიკულად ორი ოლიგარქი და ამავდროულად მესამე ოლიგარქიული, თუმცა ასევე პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი რობერტ ქოჩარიანი. ამ სამი ძალის ნარატივები, სამվել კარაპეტიანი არის რუსი ოლიგარქი, რომელიც უფასო ჩინურ ფულს პირდება მოქალაქეებს, ქარხანას ყველა სოფელში და ამავდროულად არიგებს ფულს ინტელიგენციას, კულტურის მოღვაწეებს და ზოგადად რანაცნობი გზავნილია. დიახ, ზუსტად, მაგიტომაც დავიწყე ამ მონაცემებით, რომ სამվել კარაპეტიანი რომ შევადაროთ და ალბათ ამაზე უნდა სამომავლოდ კიდევ ვიმუშაოთ, რომ უკეთ შევისწავლოთ, გამოჩნდება, რომ სრულად ბიძინა ივანიშვილის პროექტს პრაქტიკულად იდენტურად გავს. და სამվել კარაპეტიანი ახლა ბოლო ინსაიდერის უკვე ცნობები იყო, ნახავდით მთელი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ 99 წელს პასპორტი რომ მისცეს რუსეთში სამվել კარაპეტიანს, პასპორტში სამუშაო ადგილად მითითებულია რუსეთის შიდა დოკუმენტებში FSB. რუსეთის ანუ სპეცსამსახური. შესაბამისად ფაშინიანმა პირდაპირ თქვა, რომ სამվել კარაპეტიანი არის FSB-ს თანამშრომელი. ეს კიდე პოლიტიკური შეფასებაა, ხო, გასაგებია პირდაპირ რუსეთის აგენტობა მას დააბრალა და ამის ფასტად ჩვენთვის რა მნიშვნელობის არჩევნებია, ამაზე გითხარი თუ შეგიძლია და ასევე ფაშინიანის განმარტება ვახსენე, რომ ის როგორ აფასებს ის საქართველოს როლს ევროკავშირთან მიმართებით სომხეთისთვის. ჩვენთვის ნათელია ის სწორედ ფაშინიანმა რაც ახლა თქვა, რომ საქართველო არის უმნიშვნელოვანესი და განსაზღვრელი სომხეთ ევროკავშირის ურთიერთობებში. ეს გზავნილი მან ასევე გააკეთა თავის ძორზე თბილისში, მერე სტრასბურგში. შესაბამისად, სომხეთი დღეს გვეხმარება ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს იმისთვის, რომ რეგიონისადმი, მათ შორის საქართველოსადმიც, დასავლეთის და ევროპის ყურადღება არ შემცირდეს. და ბუნებრივია, რომ ეს აწყობს ქართულ ხალხს და არ აწყობს პარტიას. ქართულ ოცნებას, ხო? შესაბამისად, ამ ხრივ ფაშინიანის გამარჯვება იქნება ევროპული მომავლისთვის, რეგიონისთვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის ძალიან პოზიტიური, ხოლო რუსი ოლიგარქი სამվել კარაპეტიანის გამარჯვება იქნებოდა პრაქტიკულად ჩაბეტონება რეგიონში ორი რუსი ოლიგარქის, რომლის ერთ შემთხვევაში ზუსტად უკვე საუბრობენ და მტკიცებულებებით, რომ ის არის რუსეთის პრაქტიკულად სპეცსამსახურების გამოგზავნილი და იმ ორ დანარჩენზეც წარუკიანი მაგალითად იმ ფაილებში ასევე არის და ნახსენებია, რომ კომპრომატები გააჩნია რუსეთს მასზე, ხოლო რობერტ ქოჩარიანი დიდი ხნით ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინთან ერთად KGB-ს სკოლაში სწავლობდა. ანუ ეხლა რეალურად კრემლის მთავარი ფსონი ერევანზეა, სომხეთზეა, ამ შემთხვევაში, ანუ ამაზეა დამოკიდებული, აი რუსეთის მიერ გავლენისთვის ბრძოლის ველია ეხლა ამ შემთხვევაში ამ არჩევნების მოლოდინით სომხეთი? კი, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ეს არის მთავარი ბრძოლის ველი ახლა იმისთვის, რომ აიღოს სრული კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე და ამის მეშვეობით მათ შორის აკონტროლოს ყველა გზა ცენტრალურ აზიაში. ამიტომ თუ სომხეთზე გავლენას ვერ აღადგენს, ბოლოს ევროკავშირმაც თქვა, რაზეც ყობახიძემ უცნაური განცხადება გააკეთა, რომ სომხეთის გავლით გაიხსნებაო ტრანზიტი, ეს გეოპოლიტიკური არჩევანია, გაიხსნება სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით, რომლებმაც ამერიკაში, ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ტრიპის პროექტს, ცენტრალური აზია, რომელიც ასევე რუსეთის გავლენიდან გადის და შესაბამისად სერიოზული სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში პროცესი მიმდინარეობს და სომხეთში
ფაშინიანის ხელისუფლება, ანუ პროდასავლური კურსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მხრივ, ხოლო პრორუსული კურსის დაბრუნების შემთხვევაში პირდაპირ საუბრობენ ქოჩარიანმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლიაო სომხეთთან, საქართველოსთან ერთად აფხაზეთის რკინიგზის გახსნით სცენარით რუსეთს დავუკავშირეთ. ანუ არის ორი გეოპოლიტიკური პრიზმა, ერთი დასავლური და მეორე პრაქტიკულად საქართველოს და სომხეთის რუსეთის გუბერნიების სტატუსში დაბრუნება. სწორედ ამაზე მიდის ბრძოლა პრაქტიკულად ერევანში. გიორგი, ფაშინიანი ამბობს, რომ ჯერა რომ ეს მდგომარეობა უნდა მოგვარდეს. ის საქართველოს საკვანძოს უწოდებს კიდევ ერთხელ ვთქვათ სომხეთ ევროკავშირის ურთიერთობებში. ჯერა რომ ეს მდგომარეობა უნდა მოგვარდეს. აქ როგორ უყურებთ ამ საკითხს, ანუ ეს რა იგულისხმება ამ შემთხვევაში, რომ თქვათ შეიცვალოს ის გეზი, რომელიც არის აღებული ამ შემთხვევაში და არ მოვისმინოთ იმგვარი განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის მაგალითად დღეს თუნდაც პაპუაშვილისგან. რა თქმა უნდა, დიპლომატიური განცხადება არის სომხეთის და მე ვფიქრობ, ამაზე მეტის გაკეთება არ შეუძლია, იმ მხრივ, რომ ერთი მხრივ შეიძლება განიმარტოს როგორც ქართული ოცნებისთვის გზავნილი, რომ შეცვალონ ანტიევროპული პოლიტიკა, მაგრამ მეორე მხრივ შიდა საქმეებში ჩარევა რომ არ გამოვიდეს, პრაქტიკულად შეიძლება განიმარტოს, რომ ასევე დასავლეთმაც გარკვეული ნაბიჯები გადადგას. სომხეთის გზავნილი მთავარი არის შინაარსი, რომ ეს ჟღერდება, რადგანაც ეს არის გზავნილი როგორც ევროპაში, ასევე თბილისში და აქტუალურს ხდის საქართველოს ინტეგრაციას. რამდენად ევროკავშირს მოუნდება სომხეთის ინტეგრაცია, ყოველ ჯერზე გაახსენებენ ერევნიდან აი ამ პრიზმას, რომ საქართველოს საკითხი, რომელიც ასეთ რთულ მდგომარეობაშია, უნდა გადაწყდეს. შესაბამისად, როგორ უნდა გადაწყდეს, ნამდვილად სომხეთის გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ის, რომ ამ საკითხს რეგულარულად სომხეთი აყენებს და ფაშინიანის გამარჯვების შემდეგი 5 წლის განმავლობაშიც დააყენებს, ძალიან გვეხმარება ჩვენ იმისთვის, რომ ბრიუსელში მეტი ყურადღება იყოს. ხო, აი როგორ უნდა გადაწყდეს და ჩვენ ნახეთ ერთი წერილი, ხო, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის წერილია, საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი, ხო, ნახავდით ალბათ თქვენც ამ განმარტებას, რომ ისინი ერთგულები რჩებიან სწორედ ქართველი ხალხის. ჩვენ ხედავთ თუნდაც ბოლო დღეების განცხადებებს კობახიძის და პაპუაშვილის და მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში შეუძლებელია ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მათ არ გააჩნიათ ამით სურვილი, პოლიტიკური მზაობა. ჩვენ ხედავთ, რომ პირიქით სპეციალურად თუნდაც დანიის თემაზე გაგზავნილი წერილი, ისევე როგორც გერმანიის ელჩზე ახალი თავდასხმები და ზოგადად მათი რიტორიკა მიზანმიმართულად ემსახურება კიდევ უფრო დაძაბვას ამ ურთიერთობის. გასაგებია, მოსკოვიდან არის ბრძანება, რომ საქართველოს მეშვეობით საქართველოს და სომხეთის მათ შორის ევროპული ინტეგრაციას ხელი შეუშალონ და ამ ბრძანებას ასრულებენ. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის დაკვეთა, არამედ ეს არის მოსკოვის დაკვეთა და საქართველოს ხელისუფლება უნდა ასრულებდეს ქართველი ხალხის ნებას. და ყველას შევახსენებ, რომ იგივე ხალხი არჩევნებზე მიდიოდა ღირსებით ევროპისკენ ლოზუნგით და ერთ თვეში გააჩერეს ევროინტეგრაცია და შესაბამისად ის მხარდაჭერაც, რომელიც მოიპოვეს რეალურად, ესეც თავისი არსით ეს მხარდაჭერაც არ გააჩნიათ. დიდი მადლობა გიორგი. დაგემშვიდობებით, გიორგი ტუმასიანი საუბრობდა ჩვენს ეთერში 5 საათზე უკვე ახალი ამბების დროა TV პირველზე, მეც გემშვიდობებით.